მოგესალმებით, ეთერში ანა ჩიქოვანის პოდკასტი. ყოველ სამშაბათს ხვდებით ხოლმე თქვენთვის საინტერესო სტუმრებთან ერთად. დღეს ჩემი სტუმარი იქნება ირაკლი მეფარიშვილი. თქვენთვის შეიძლება მაყურებლის უფრო ნაცნობი მისი Facebook უკვე ნაცნობი მისი Facebook გვერდით Veritas, რომელსაც საკმაოდ საინტერესო კონტენტი აღმოაჩნდა ჩვენთვის და ასე გავიცანით ირაკლი. ასე გაგაცნობთ ჩვენი ტელევიზიის ერთ-ერთ ახალ პროექტს, რომელზეც ირაკლი მოგვიყვება. გირჩი ტივიზე გავა მისი ახალი პოდკასტები და ამის შესახებ უფრო ცუდად მასთან ერთად ვისაუბრებ და ზოგადად ამ პიროვნების შესახებ რომ მეტი გაიგოთ. ირაკლი, მადლობა. სტუმრობისთვის. საინტერესო იყო ჩვენთვის შენი გაცნობა და იმედი მაქვს რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა გამოგვივა. პირველ რიგში მაყურებელს რომ გავაცნოთ თქვენი თავი, რომ მოგვიყვეთ, რას მოღვაწეობთ, ანუ მოღვაწეობთ ეს სიტყვა არ მოყოლხდება რაღაცნაირად, იმიტომ რომ მოღვაწეობას მე აფასებენ ადამიანები, ეს მოღვაწეობა იყო თუ უბრალოდ საქმიანობა, ან ზოგადად რას საქმიანობთ და რატომ გადაწყვიტეთ პირველ რიგში თავიდან ამ გვერდის შექმნა და რა ტიპის კონტენტი გინდოდათ რომ იგეწოდებინათ მაყურებლისთვის. მადლობა კითხვისთვის და მოწვევისთვის. მე გახლავართ პედაგოგი. მეწევა პედაგოგიურ საქმიანობას როგორც უნივერსიტეტებში, ასევე სკოლაშიც და ამავე დროს გახლავართ მკვლევარიც. და ვცდილობ რომ პუბლიცისტურ მიმართულებითაც საკუთარი თავი განვავითარო. სოციოლოგი ხართ ხო როგორც? დიახ, სოციოლოგი გახლავართ და ცდილობა YouTube-ზე ამ კონტენტის გაკეთების გახლდათ იმ მოტივით განაპირობებული, რომ მინდოდა რაღაც ისეთი სათქმელის მიტანა საზოგადოებისთვის, რაც მიმაჩნია, რომ ქართულ ვირტუალურ სივრცეში, სატელევიზიო სივრცეში ან იშვიათობა, ან არ არის. უფრო ანალიტიკური კონტენტი, რომელსაც არ აქვს დამახასიათებელი ერთგვარი აღფრთოვანება და პათეტიკა, არამედ მშრალი, ცივი, კრიტიკული, ასე თქვათ, ფაქტები. შეიძლება რა თქმა უნდა მაყურებლის მისაზი და ცოტა სარკაზმის და იუმორის გაურიო, მაგრამ თავარი არის სწორედ აი ეს ცივი ქონებით ანალიზი. და ეს მიმაჩნია რომ ცოტა იშვიათობა. აი მაგალითისთვის ჩემს YouTube არხზე თავიდან დავიწყე შედარებით უფრო მოგზადებული ამბიციით, რომ გამეკეთებინა ლიტერატურის მიმოხილვა. და ვიცით რომ მე დოსტოევსკის განხილვაში მხვდა თქვენი რამდენიმე დანაშაულის სასჯელის და იდიოტის კი საინტერესო იყო ნამდვილად. და იგივე მიმართულებით ანალიტიკური ვიდეოები რაც დევს, არის ძირითადად რაც არის დამახასიათებელი ქართულ კრიტიკულ კულტურაში, ავტორით აღფრთოვანება, რაღაცა ისეთი ეპიტეტების გამოყენება, რომელიც ამ ადამიანს რაღაცა ზეკაცად, ზე ადამიანად, ზეგონებად წარმოგიდგენს, ასე გვასწავლიდნენ სკოლაში, ხო? მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ შესავალი სანამ დავწერდით ილია ჭავჭავაძის რაღაცა თემას, იქ აუცილებლად უნდა გვეხსენებინა ესეთი ეპიტეტები, როგორც არის უგვირგვინო მეფე და ასე შემდეგ და ეს აბსოლუტურად არაფრის თქმელი და არაფრის მომცემი აღფრთოვანება, ხო? აშორებს მთლიანად კრიტიკულ, ასე თქვათ, სივრცეს. და არსსაც აშორებს რა არის ამდვილში მისი საქმიანობა. იმიტომ რომ ის რომ ადამიანი უყურებს უკვე აი ამ კონტენტს და უშუალოდ თუნდაც დოსტოევსკის იდიოტის განხილვა რო იყოს, მას უკვე აქვს წარმოდგენა გარკვეული შტაბშტილება დოსტოევსკისზე, მას არ ჭირდება ჩემგან დადასტურება რომ ის გენიოსია თუ არ არის გენიოსი, მას ჭირდება რაღაცა იდეა მივაწოდო, რომელიც მისთვის იქნება სამშელო, მისთვის იქნება სადისკუსიო. მე არ ვთავაზობ რაღაცა უპირობო ჭეშმარიტებას, ანუ მე რასაც ვამბობ, ის არის სიმართლე, მე ვამბობ და ვთავაზობ კრიტიკულ აზრს, რომ მან უფრო სხვაგვარად დაინახოს იგივე ნაწარმოები. ეს იყო მცდელობა. მაგრამ შემდეგ, რა თქმა უნდა, გამომდინარე ჩემი ცოდნიდან და კომპეტენციიდან, მარტო სოციოლოგი არ გახლავართ, იმიტომ რომ მაგისტრატურამდე მე პოლიტიკურ მეცნიერებებს ვეუფლებოდი, დოქტორანტურის მიმართულებით უკვე სოციოლოგი გახლავართ და აქედან გამომდინარე მაქვს პოლიტიკური ანალიტიკის ვიდეოებიც, შევეცადე უკრაინის თემას განმეხილა, უფრო ისეთი მიმართულებებით, რომელიც ის ასევე მგონია, რომ არ არის ქართულ სატელევიზიო სივრცეში, იმიტომ რომ აქაც მიჩვეული ვარ თითქოს მხოლოდ და მხოლოდ ისეთ წარმოდგენას, სადაც სამხრივად გაშვებას მაგალითად. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის სასურველი შედეგების წარმოდგენა და ასე შემდეგ. მე არ ვცდილობ უკრაინული მხარის არანაირად დაკრინებას პირიქით. ჩემს ვიდეოში არის სწორედ ის პათოსი, რომ
სწორედ უკრაინას გულშემატკივრობ, მაგრამ ვცდილობ უფრო ანალიტიკური, უფრო სრული სურათი წარმოადგინო, რამ გამოიწვია ეს მიზეზები, რა შედეგებია მოსალოდნელი. ომის თეატრის ვიდეოც ამაქვს ერთი გაკეთებული და გეგმავ, რომ ომის თეატრის ვიდეოს რუბრიკა კვლავ გავაგრძელო. და ანალიტიკური ვიდეოები რა შედეგებს გამოიღებს მაგალითად ეკონომიკურს, პოლიტიკურს, გლობალიზაციის მიმართულებით, ამ მიმართულებითაც მაქვს გარკვეული ასე თქვა ნამუშევრები. ახლა ბოლო ვიდეოებზე მე დავაფიქსირე, რომ არის ერთგვარი ინტერესი, ანუ სოციოლოგიური ფილოსოფიის მიმართულებით, პოსტმოდერნული ასე თქვა ავტორების ძალიან საინტერესო იქნება ამ მიმართულებითაც მუშაობა, ეს ჩაფიქრებული მაქვს. უახლოეს მომავალში მინდა გავაანალიზო ნიცშეს ფილოსოფია, ოღონდ არა ისე რომ აი ეს არის ნიცშე, არამედ ეს ჩემი აზრი მინდა რომ წარმოვადგინო, რომ იქ ადამიანმა მეკამათოს იქ ასე თქვათ კომენტარებში მე მიყვარს დისკუსია, მიყვარს დებატები, აი ყოველთვის მიყვარდა დებატები და ერთ-ერთი ჩემი პრობლემა გახდა ის, რომ აი დებატების საშუალება არ მქონდა. დებატი არ ყავდა. და ეს საშუალება, აი ეს გვერდი და მთლიანად ეს მოღვაწეობა ამ მიმართულებით იყო მოდებატეს ძიება. თქვენ რო პირველ როცა გაგიცანით ახსენეთ, რომ მე ისეთი ადამიანები მინდა რომ გავაცნო რაღაცნაირად მაყურებლებს, რომლებიც სანიშნულოვანი ხალხია, მაგრამ არ იცნობენ ადამიანები მათ. და აი ამ ხაზის გაგრძელება თუ გინდათ, მაგალითად ახლა ჩვენთან არის აუცილებლად ამ ხაზის გაგრძელება მინდა და ჩემი ვიდეოები და ჩემი პოდკასტი მინდა რომ იყოს რაც შეიძლება ინფორმაციული და რაც შეიძლება ანალიტიკური და თან ამავე დროს რახან ჩვენი გირჩის პაბლიკ სტუდენტი ახალგაზრდობა, მათთვის ეს იყო მთელი იდეების გენერატორი, დაუშვათ საბაკალავროს, სამაგისტროს და სხვადასხვა მიმართულებების, ხო? იმიტომ რომ ჩემი ამბიცია რომ რაღაცა თემა დავამუშაოთ, გახლავს უფრო მექანიზმის მოძიება და განხილვა. აი ახლა მაგალითისთვის რო ავიღოთ გენდერული უთანასწორობის თემა, ძალიან აქტუალური თემა. და ვიცით ტელევიზიაშიც რამოდენიმეჯერ ყოფილა შესაბამის თემაზე ერთგვარი ინტერვიუები, სატელევიზიო ერთგვარი ток-შოუები, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ის ანალიტიკური დონე რაც აი ამ ტელევიზიებში არის წარმოდგენილი, ცხადია, რა თქმა უნდა, საინტერესოა თუ რა დამცავი მექანიზმები აქვს დაუშვათ სახელმწიფოს, რა დამცავი მექანიზმები აქვს დაუშვათ სამოქალაქო საზოგადოებას, როგორ უნდა იმოქმედოს. ან რა გამოწვევების წინაშე რა გამოწვევების წინაშე. ეს რა თქმა უნდა აუცილებელი ინფორმაციაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო საინტერესოა რამ გამოიწვია გენდერულ უთანასწორობას. საფუძვლები რა არის ამის? გენდერულ უთანასწორობის პრობლემაზე აგორებული აგრესია. იმიტომ რომ თუ კი კარგად დავაკვირდებით, ხო, ამ უთანასწორობის ბუნება უფრო სოციოლოგიურია და არა რაღაცა სპონტანური და რაღაცა კონკრეტული ეპიზოდური რაღაცა მნიშვნელობის. იმიტომ რომ მე აი ამ პრობლემაში ვხედავ უკვე რაღაცა კულტურის სოციოკულტურული ფაქტორები აქვს. პატრიარქალური კულტურის ერთგვარ უკავშირს, ანუ მის გაღიზიანებულ რეაქციას თანამედროვე გლობალიზაციაზე, თანამედროვე პოსტმოდერნზე, რომელმაც ქართველი ქალის გენდერის პარადიგმაც შეცვალა, ხო? ანუ ქართველი ქალის სექსუალურობის პარადიგმაც შეცვალა, თავისუფლების გაგების პარადიგმაც შეცვალა. ანუ ის რაც ეხლა იქნება ძალადობად, სულ რაღაც 30 წლის წინ ცხოვრების წესი იყო. დიახ, არათუ ცხოვრების ამას საერთოდ არც განიხილავდი როგორც ძალადობას, ეს ცხოვრების ასე თქვა ერთგვარი ნაწილი იყო და ამაზე წუწუნიც კი არ ღირდა და დღეს ეს რომ გავიაზრეთ, ამან გამოიწვია უკვე ანუ სხვა ტიპის ასე თქვა დისკურსები საზოგადოებაში და აი ამ ახალი ასე თქვა გენდერის მოშთობის ცდილობაც არის, ხო, რაღაცნაირად საზოგადოებაში. მიუღებლობა არის. დიახ, მიუღებლობა არის. ანუ აქ უფრო ფართო ღრმა სოციოლოგიური სურათის განხილვა შეიძლება, ვიდრე თავისთავად ფაქტები და სტატისტიკები. უაღრესად მნიშვნელოვანია სტატისტიკების და ფაქტების ცოდნა, იმიტომ რომ ამის გარშე რაოდენობრივი მონაცემების გარშე სურათს კარგად ვერ დაინახავ, მაგრამ აი ამ რაოდენობრივი მონაცემების შინაარსის გასაგებად უკვე თვისებრივი ანალიზია საჭირო და იქ უკვე პრაქტიკულად უნდა დავინახოთ მექანიზმი. იმიტომ რომ რასაც ჩვენ ხედავ ტელევიზიაში, ხომ მათ შორის პოლიტიკურ ასე თქვათ ლანდშაფტის ანალიზისას ჩვენ ხედავთ დაახლოებით ისეთივე მექანიზმს, როგორიც არის აი კომპიუტერზე გამოტანილი დისპლეიზე გამოტანილი გამოსახულება, ხო? და ჩვენ მგონია რომ ხედავთ
კომპიუტერი როგორ მუშაობს, რა ხომ ხედავ დისპლეიზე მოცემულ გამოსახულებას და მთელი ток-შოუები აი ამ ანუ ის მექანიზმი გაუგებარია ჩვენს მხოლოდ ვიზუალს ხედავთ. ჩვენ ხედავთ მხოლოდ და მხოლოდ დისპლეიზე მოცემულ Windows-ის ოპერატიული სისტემის მუშაობას, მაგრამ იმისას რომ გავიგოთ კომპიუტერი, არა თუ Windows-ი, არამედ უნდა ვიცოდეთ როგორ მუშაობს ტრანზისტორებში კვანტური მექანიკა და თუ პოლიტიკის გაგება გვინდა საერთოდ, ხო? მაშინ კიდევ უფრო ღრმად უნდა ჩავიდეთ. ჩვენ სუბიექტები იმდენად გვაინტერესებს, რამდენადაც ისინი მონაწილეობენ ამ პროცესში და კომპეტენტურები არიან, რომ პასუხკითხვებზე პასუხი მოგცენ, მაგრამ თუ კი გვინდა ქართული პოლიტიკა კარგად გავიგოთ, უნდა გავიგოთ ქართული პოლიტიკური კულტურა. უნდა გავიგოთ ქართულ პოლიტიკაში ელიტათა რეკრუტირების მექანიზმი. ანუ ახალი ადამიანები რა მექანიზმით მოდის. უნდა გავიგოთ რა მექანიზმით შეირჩევა ლიდერები. საზოგადოება როგორ ტიპის, როგორ პარადიგმებს ირჩევს ლიდერად, იმიტომ რომ არსებობს ირაციონალური რაღაც არქეტიპები, რომელიც ისტორიაშია, ხო? ანუ ისეთი იდეალური სახეები, როგორიც არის დავით აღმაშენებელი, ეჯავწოვაძე და ასე შემდეგ და კიდევ საკრალური იოსებ სტალინის და რაღაც ასე შემდეგ და ეს რაღაცა ქმნის ერთგვარ პარადიგმას ლიდერის მოლოდინისა. და სტერეოტიპებს აჯენს ადამიანების თავში. და ამ მოლოდინების მიხედვით ადამიანი ანუ რამდენად ემსგავსება ამ არქეტიპებს, იმის და მიხედვით ადამიანი ნდობას მოიპოვებს. აი არის ისეთი მარგინალური თითქოს და ტერმინები, რომელიც ქართულ პოლიტოლოგიაშიც დამუშავებული არ არის. ნუ მაბადეთ პოლიტოლოგია სიტყვა იმდროსო და პოსტსაბჭოთა ტერმინი. პოლიტიკის მეცნიერებაში მაბადეთ. მაგრამ მიმაჩნია რომ იმისას რომ კარგად გავიგოთ ქართული პოლიტიკური კულტურა და საერთოდ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები, ისეთი მარგინალური სიტყვა როგორც არის კაცური კაცი, ესეც კი ძალიან მაგარი დასამუშავებელია. იმიტომ რომ ჩვენს უახლეს ისტორიაში პოლიტიკური ლიდერები მოგვევლინენ ისე, რომლის პოლიტიკური კაპიტალი იყო მხოლოდ და მხოლოდ აი ეს სტერეოტიპი და მას არ ჰქონდა არც კომპეტენცია, მას არ ჰქონდა არც მომავლის ხედვა, მას არ ჰქონდა არც პროგრამა, მას არ ჰქონდა არც წინადადება. მაგრამ მოგეთ მას ჰქონდა ერთგვარი რაღაცა სტერეოტიპი, ადამიანის სტერეოტიპი. ეპითეტი იყო ესეც. ადამიანის სტერეოტიპი, გასოსხლებული ადამიანის სტერეოტიპი და ამ ადამიანი პრაქტიკულად მასებს ზრავდა. ხოჩორის ილია ჭავჭავაძის აქ მაგას ნათქვამი რომ ისე გაჭირდა მორალურად ამისა რომ კაცურის დამატება დაჭირდა წინო ანუ დიახ ეთახმება და ეგეთი ფრაზა ანუ ეს ძალიან საინტერესო მოვლენა არის ანუ აი ამ ასე თქვათ ირაციონალური პოლიტიკური კულტურის რაღაცა პარადიგმებით პოლიტიკური სიმპათიები ნაწილდება ქართულ საზოგადოებაში იმის მიუხედავად პოლიტიკური პარტია ჩაიდენს შეცდომას თუ არა პოლიტიკური ლიდერი ჩაიდენს შეცდომას თუ არა ანუ სხვა ობიექტურ რაღაცა რეალობაში უნდა მოხდარიყო ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის თუ ლიდერის სრული დისკრედიტაცია და პოლიტიკური ველიდან და გასულიყო რამდენია ესეთ ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ალბათ მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ადამიანი მიჩნეულია ერთგვარ პიროვნება სტერეოტიპად კაცურ კაცად მას აქვს ერთგვარი კარტ ბლანში ყოველთვის აი ბანკოში უკან დაბრუნების. აპატიება ყველა. დიახ და ეს მოვლენა ძალიან საინტერესოა და ეს მოვლენა ხსნის მათ შორის იმ პოლიტიკურ კრიზისს და აპათიასაც რომელიც არის ქართულ საზოგადოებაში, იმიტომ რომ მოახერხა გარკვეულმა პოლიტიკურმა გუნდებმა მე სპეციალურად არ ვასახელებ კონკრეტულ სახელებს, იმიტომ რომ ალბათ არც არის საჭირო ისეც გასაგებია ბევრისთვის. დიახ, რა თქმა უნდა, გასაგებია და როცა იქნება უკვე ძალიან კონკრეტული საუბარი თემებზე, მაშინ ალბათ ამ კონკრეტიკის თავს არ შეიკავებ ცხადი. მაგრამ არის პოლიტიკური გუნდები, რომლებმაც ეს სტერეოტიპები მოირგეს, რომლის პოლიტიკური კაპიტალიდან დობის ლეგიტიმაციის წყარო არის პრაქტიკულად სტერეოტიპი და არა შესრულებული საქმე და ასე შემდეგ და ნუ აი ესეთი რეალობა გვაქვს და ეს საკითხები მე მიმაჩნია რომ უნდა გაანალიზდეს უკვე სოციოლოგებთან გაანალიზდეს პოლიტიკის მეცნიერების ისეთ სპეციფიურ ასე ვთქვათ სპეციალისტებთან რომლებიც აი დაუშვათ ეთერში არის საუბრობს პოლიტიკურ მოვლენებზე თუ კი საუბრობ პოლიტიკურ მოვლენებზე ეს არ არის ექსპერტიზა რა ანუ ჩვენ გაგვიშთა ძალიან ირაციონალური წარმოდგენა ექსპერტზე ანუ ექსპერტი არის თვითონ ის ადამიანი რომელსაც პოლიტიკაში რა ხდება ის იცის მოვლენების დონეზე ჩვენს მედიაში ეგ ხდება თითქმის ყოველდღე მაგის იქით არ მივდივართ ვისაც აქვს ინფორმაცია არა ინფორმაცია ვისაც აქვს ეს არ არის ექსპერტი მეცაც გეტყვით კარგი ექსპერტი რომელიც გრძნობს პოლიტიკის მექანიზმს ის შეიძლება პოლიტიკურ მოვლენებს თვალყურს აქტიურად არ ადევნებდეს, მაგრამ მცირედი ინფორმაციის გადავლებით მან გაცილებით ზუსტი და კონკრეტული ანალიტიკური სურათი დასახოს, ვიდრე დაუშვათ ადამიანი, რომელიც დეტალებში იცნობს რაღაცა ყველაფერს და ჩვენს
სატელევიზიო სივრცეში ყავს ექსპერტები, რომლებიც უბრალოდ ნიუსებს უყვებიან მე მაყურებელს. ეს არ არის ექსპერტიზა. მე მინდა რომ მექანიზმი გავშალოთ. დავშალოთ მოტორი. მე ვარ მხრივ პოლიტიკოსებს აქვთ კიდე ასევე მსგავსი პრობლემა, რომ პოლიტიკოსები ცხედან და უბრალოდ არჩევენ ვინ რა თქვა და იმის ვიღაცა კობახიზმ რა თქვა, მაგალითად ზურამ თქვა მგონი ერთხელ ერთ-ერთი რომ რა ოცნების წარმომადგენლებმა ვინ რა თქვეს, მთელი ეთერი მაგას ეთმობა იმის განხილვაში, რომ ამან ეს თქვა და მე ამას როგორ ვაფასებ. მაგის იქით არ მიდის არც პოლიტიკოსების შეობა და ეგეც ძალიან სავალალო სიტუაცია არის ჩემი აზრით. ხო, არა, იმასაც აქვს თავისი ადგილი. მე არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ, რომ პოლიტიკოსის ნარატივი და მისი საუბარი და კომუნიკაცია საზოგადოებასთან არ უნდა ირჩეულოს. არა, კი, უბრალოდ მხოლოდ ეს არის დღის წესრიგში, ეგ არის პრობლემა, რომ მაგის იქით ვერ ვწდებით. სპეციფიკა, რომელიც უკვე ამის ქვევით ჩადის და უფრო მეტ სიღრმეებში ეძიებს რაღაცა პასუხებს, ეს უკვე არის ანალიტიკა, ეს უკვე არის ექსპერტიზა. ის რასაც დაუშვათ თქვენი რეაქცია, თქვენი შეფასება რაღაცას, ეს შეიძლება იყოს მართლაც პოლიტიკოსის დონეზე, მისი დამოკიდებულება ჩვენ გვინდა ამ ადამიანის კონკრეტული განწყობები გავიგოთ. მაგრამ ამ განწყობების მიზეზები, мотиваციები და ასე შემდეგ უკვე ანალიტიკურ დონეზე ჩაშლა, ეს უკვე სხვა ტიპის ანალიტიკა და სხვა რესპონდენტი უნდა იყოს ამ შემთხვევაში. და რატომღაც ეს კულტურა ჯერჯერობით არ აქვს. რთული მისაღწევია ალბათ ამ ჩვენი პოლიტიკური კულტურის პირობებში. ირაკლი, თემა რო გავაგრძელოთ, თქვენ ახლა რაც ახსენეთ, მაგ მიმართულებით ფიქრობთ, როგორც პოდკასტს რო დაუბრუნდეთ, თქვენ პოდკასტს რას აპირებთ? როგორი რა თემატიკის იქნება და როგორ წარმოგიდგენიათ ფორმატი, ეგ რომ მოგვიყვეთ. როგორც მივხვდი, რაღაცა ეს პოლიტიკური ანალიზი არის საინტერესო თქვენთვის და მათ შორის სოციოლოგების და სხვა ექსპერტების აზრის და განხილვა და ამის კრიტიკა, ხო? თქვენ რო დააზუსტოთ. დიახ. ჩემი ხედვა ამ პოდკასტის, ხო? მე არავითარ შემთხვევაში არ ჩავიკეტები რაღაცა კონკრეტულ სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ ვისაუბრე გენდერზე, ხო, ეს ძალიან საინტერესოა, სხვა შორის მაგას არ გამოვტოვებ, მაგაზე თუ ვისაუბრე პოლიტიკაზე. მნიშვნელოვანი თემა არის ჩვენთვის ძალიან. მე მიმაჩნია, რომ შემიძლია დისკუსიის წარმართვა, მათ შორის ლიტერატურაზე, მათ შორის ხელოვნებაზე, მათ შორის კინემატოგრაფიაზე, ძალიან მათ შორის კინემატოგრაფიულ ნაწარმოებების ანალიტიკაც და განხილვაც შემსარხზე და მინდა რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი იყოს, მაგრამ სტილი იყოს ძირითადად ამდაგვარი, რომ მასში არ იყოს ეს რაღაცა ზედმეტი პათეტიკა და აღფრთოვანება უფრო იყოს ანალიტიკურ დონეზე. დიახ. ეს არის ზოგადი სტილი, მაგრამ თემატიკიდან გამომდინარე, მინდა რომ შევარჩიო რაც შეიძლება კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ამ დისკუსიაში არათუ წამოყვებიან, მეც რაღაცას ამიხსნიან და მეც რაღაცას რაღაცა ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანები ყოველთვის რაღაცას აქვს, მე ხა თქვენგან რაღაცას ვსწავლობ და ალბათ პირიქით, ხო? და ჩვენ ერთმანეთს მინდა რომ ცოდნა გავუზიაროთ და ეს თუ გამომივა მე რომ მისგან ცოდნა მივიღო, მაშინ უკვე ესე იგი გამომივიდა ეთერის, ხო? და კიდევ გამომდინარე მაქვს გარკვეული კონტაქტები ამ შესაბამის საზოგადოებაში, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ულევი არ არის, მაგრამ გამომდინარე უკვე მუშაობის სპეციფიკიდან, როგორც კი გაიშლება უკვე ალბათ დაგროვდება შესაბამისი ნდობის კაპიტალის და შესაბამისი წინადადებების და თანხმობების ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც მე ალბათ იქნება. ხო, მაგაში ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ რაღაც თვალსაზრისით, თუ რამე კონტაქტები გვექნება, ვინმე სტუმრით თუ იქნებით დაინტერესებული, რომ მოვიდეს თქვენთან. მოდი სახელზე შევჩერდეთ ორი სიტყვით, ვერიტას რატომ და მისი პირდაპირ შინაარსთან გამომდინარე ალბათ, ხო, რაღაც სიმართლე ჭეშმარიტ. ხო, ლათინური სიტყვა, უბრალოდ ნიშნავს ჭეშმარიტებას. და გამომდინარე იქიდან რომ მაქვს ვერიტასი ვატრიალის YouTube-ზე ცალკე არ ხარ და ინგლისური არხით გავაკეთე, იქაც რაღაცა სხვანაირი პოლსარტი გავაკეთე და ასე შემდეგ. მაგრამ ტრიალებ ამ ასე თქვა სიტყვის გარშემო. მაგრამ აქ მე მეშინე რომ ძალიან კარგი სახელწოდება იქნება ჩვენი პოდკასტის და პროექტის, თუ კი დავარქმევთ მას პროექტი ვერიტას. პროექტი ვერიტას. დიახ, ეს უკვე ცალკე ასე თქვა მიმართულია პროექტი ვერიტას. შესაბამისი ალბათ ლოგო დაახლოებით იმ დიზაინში როგორც მე მაქვს გადაწყვეტილი, მე მიყვარს ძალიან სისადავე, იმიტომ რომ ჩემი პროდუქტი უნდა იყოს ანალიტიკა და არა ის მაგალითად დიზაინი, ხო? და აქვე მინდა აღვნიშნო დიდი მადლიერება, იმიტომ რომ ტელემაყურებლებს მინდა გავუზიარო, რომ ეს იყო სრულიად მოულოდნელი ერთგვარი წინადადება, შენგან მომივიდა მესიჯი
შემდეგ კი მოვედი. სურათს შემოთავაზება იყო სინამდვილეში, უბრალოდ ჩვენს ყველას მოგვეწონა ეს იდეა. მოვედი აბსოლუტურად სხვა მიზანით და მიზეზით, იმიტომ რომ მე მეგონა რომ ალბათ არის პოდკასტი და მე ვიქნები სტუმარი და უცებ დამხვდა ესეთი წინადადება. ეს იყო ძალიან მომხიბლავი წინადადება. მე გეგმავდი ისედაც რაღაცა პოდკასტების გაკეთებას და ახლა კი პროფესიონალური ხელი რომ მეხმარება, ეს ალბათ არის ძალიან დიდი ფუფუნება და უზომოდ მაგირი. არის ჩვენ ძალიან ანუ მუდმივად გვაქვს ეს მზაობა იმისთვის რომ ესეთი ადამიანები მოვიდნენ ჩვენთან და მათ შორის არც არანაირი წინაპირობები არ გვაქვს ხოლმე რომ მათ თავისუფლები არიან სრულიად ამაში და სხვა ჟანრის ხალხსაც ველოდებით ხოლმე ამ გუთი. იმიტომ რომ საინტერესოა, მართლა საინტერესო იყო ჩვენთვის თქვენი ვიდეოები რაც ვნახეთ Facebook-ზე და რაღაცა ყველა სასიამოვნო გავრცელებულები ვიყავით მართლა და იმედი მაქვს რომ წარმატებული იქნება ჩვენ გვერდზეც და თქვენს გვერდზეც ეს ახალი პროექტი. ხომ მინდა გავიხსენო გოგას აი უცრფელობა რომ თუ შენ გააკეთებ ჩვენს კრიტიკის ვიდეოებს ამით მადლობელი ვიქნები. ხო, ამაზეც არ გვექნება ცხადია. ეს იმდენად რაღაცა გულწრფელი, იდეალისტური, ალტრუისტული ასე თქვა დამოკიდებულება იყო, მე რა თქმა უნდა ამ მიზნით არ მოსულვარ და ასეთ რაღაცას არ ვიგმავ, მაგრამ აი მე მაქვს სრული დამოუკიდებლობა კონტენტის შექმნის და ამაზე უკეთესი მოგონი არც. ხო, ზოგადად ჯანსაღი კრიტიკა ხო ძალიან გვაკლია ქართულ საზოგადოებაში და ეს იყო გოგას პათოსის როცა გითხრათ, იმიტომ რომ მაგის პრობლემა არის, რომ მე მახსოვს, როდესაც უცნობის და ზურას გადაცემა შეაფასე, იქ ამბობდი, რომ რაღაცა ეს რაღაცა დებატები როგორ გვაკლია, მაგალითად ხელისუფლებასა და ანუ მას შორის და აი შენ რომ მითხრა, ეხა იქაც გაქვს იდეაში ნათქვამი შენს ვიდეოში, მაგრამ ეხა რომ უთხრა ჩვენ მაყურებელსაც, რატომ არის სერიოზული პრობლემა, როდესაც ხელისუფლება აბსოლუტურად იზოლირებულია ხალხისგან და მათ შორის ოპოზიციისგან და ანუ ეს ფაქტობრივად ვერ ხედავთ ამ მსგავსი ტიპის დებატებს და ჩემი აზრით იმიტომ იყო ხალხი ესე აფრთხონებული მათ შორის ზურასთი ისეთი კატეგორიის ხალხიც იყო აფრთხონებული რომელსაც საერთოდ დიდად არც მოუწონვართ უბრალოდ დაინახეს იმათი სახე ამ პოლიტიკურ დებატებში ანუ არც ისე წარმატებული წარმომადგენელი არ აღმოაჩნდათ ხო რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რატომ ამბობენ ისინი უარს და რატომ არის ეს მათთვის იარაღი რომ უარი თქვან და უფრო ისეთ კომფორტის ზონაში არიან მაგ კუთხით ხო ცხადია ნუ ეს დამახასიათებელი თვისება საერთოდ ავტორიტარული რეჟიმების ემეტა რომ ავტორი თუ კი არ არის ბოლომდე ტოტალიტარული რეჟიმი, ნუ ტოტალიტარულ რეჟიმში საერთოდ ჩვენ აღარ გვექნებოდა რანაირ დებატები. ხო, კი, მაგაშიც გეთახმები ნამდვილად. მაშინ კიდე უფრო ღრმა მიდრეკილები ვართ აქეთკენ. ხო, უფრო ღრმა დრამატული მდგომარეობა გვექნებოდა, მაგრამ კლასიკურ ავტორიტარიზმში გადამახასიათებელი არის ორი პარალელური ინფორმაციული სიბრტყის არსებობა და ხელისუფლების დაუფარავის სიმხდალე, რომ შეამოწმოს თავისი არგუმენტები ოპონენტებთან. ანუ არც ერთი ოპონენტი, როგორი მარგინალურიც არ უნდა იყოს, არ იტყვის უარს დებატებს. ხო? იმიტომ რომ დებატები არის შესაძლებლობა, რომ განხიბლო საზოგადოება იმ რაღაცა, ასე ვთქვათ, ილუზიისგან, რომელიც დახატულია, ხო, სახელმწიფო. და ამკიცო, რომ შენ უკეთესი ხარ. დიახ, ანუ ეს ყოველთვის შესაძლებლობაა, ეს ყოველთვის შესაძლებლობაა და რატომ არ არის? რა თქმა უნდა, ეს სიმხდალე დაკავშირებული არის არაეფექტურობასთან და არაპოლიტიკურ სნობიზმთან, მაგალითად ჩვენ არ ვკადრულ ხან რაღაცას. ყოველთვის ესეთია სხვათა შორის დღის წესრიგი და ესეთი ინფორმაციული პასაჟი, რომ ჩვენ არ ვკადრულობთ ისინი რადიკალურები არიან და მასინი არა, სინამდვილეში ეს არის სიმხდალე, ჩვეულებრივი სიმხდალე, იმიტომ რომ განხიბლის შესაძლებლობაა და მოხდა გამონაკლისი მაშინ. და ის რაც მოხდა იყო აბსოლუტურად ჩვეულებრივი და ლოგიკური რამე. აბსოლუტურად ჩვეულებრივი და ლოგიკური რამე, იმიტომ რომ მთელი ეს ასე თქვათ პროპაგანდა ყოველთვის არის თიხის ბოძებზე. შეიძლება მისი შენარჩუნება, აი ხა როგორ გინდა მე არ მინდა ძალიან კონკრეტულ ასე თქვა დეტალებში ხო, არა, ცხადია, მეც ზოგადად ვისაუბრებ თან. ის ზოგიერთი ასე თქვა გზავნილი იმდენად სუსტია თავის არგუმენტებში, რომ კითხვის დასმაც კი ისეთ აუდიტორიაში, სადაც არ არიან კეთილგანწყობილნი, რომ ეს დაიჯერონ, უბრალოდ იმ პასუხს ვერ გაცემ, რაც ზოგადად აი სხვებს აჯერებ, ხო? და რასაც მოელი. ხო, რასაც მოელი, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ კომფორტულ გარემოში იტყვი, ძალიან დამაჯერებელი სახით, რომ ესე ჩვენ ვაკეთებთ და ასე შემდეგ, ხო? ხო და ეს საერთოდ დემოკრატია ზუსტად ეს არის. აი მე ზურას დებატებში, ხო? ეს იყო ჩემთვის საშუალება უბრალოდ. ეგ არ იყო არანაირად
პოლიტიკური სიმპათია, არავითარ შემთხვევაში მე ვცდილობ ამიტომ იყო ჩვენთვისაც საინტერესო, თორე ხა რიგითი ჩვენი ხარდამჭერი ყოფილიყავი პირობითად და ისე გესაუბრა რომ ცალსახაზურას პოლიცია დაგეცვა, არ იქნებოდა ისეთ საინტერესო ჩვენთვის მოსასმენი. მე ვცდილობ რომ ვიყო ანალიტიკოსი, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი და არავის მხარე არ დავიჭირო და აი აქ ჩვენს თანამშრომლობაშიც ეს იყო მთავარი, ასე თქვა, პრინციპი, რომ მე ვიქნები დამოუკიდებელი და პირიქით ეს თქვენი მზაობაც იყო, რომ იქნებით დამოუკიდებელი. ეს იყო ჩემთვის საშუალება. იმიტომ რომ იქ დებატებში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ ითქვა. მაგრამ იყო ორი მნიშვნელოვანი სტერეოტიპი, რომლის გაშლის საშუალება მომეცა. როგორიც არის რა პოლიტიკა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსთან მიმართებაში და როგორია ამერიკის საგარეო პოლიტიკის პარადიგმა და მეორე, ანუ ევროპის ჭყალებში გარყვნილება, რომელიც თითქოს და მთელ კაცობრიობას რაღაცა ცოდვაში ითრევს, ხო? ანუ ეს რაღაცა დაუსაბუთებელი ზედაპირული სტერეოტიპების გაშლის საშუალება მომეცა, რომ რაღაცა ლექციური ტიპის სახით, ცოტა ირონიით, ცოტა იუმორით, ანუ გამეშალა. აქ არ იყო არავითარ შემთხვევაში რომელიმე მხარის არჩევა და ან მიკერძოება არავითარ შემთხვევაში და მათ შორის ან რომელიმე მხარის დამუნათებაც. ეს არ იყო, ის მხოლოდ და მხოლოდ იყო ჯანსაღი, ასე ვთქვათ, იუმორი, შეიძლება სარკაზმი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში რაღაცა დამუნათება. და საჭიროა ჩემი აზრით რა ეს დებატები რომ იყოს ჩვენ საზოგადოებაში ჩვენს ავტორიტარიზმში რო დებატები რო იყოს ჩვენი ავტორიტარიზმი არ იქნებოდა. იმდენად გამორიცხავს ეს უკვე ავტორიტარიზმის დაავადებას რომ არსებობს დებატები. ყველგან ალბათ ერთ-ერთი ნიშანი, რასაც მიყავ ხარ მაკეთკენ, თორე რო არსებობდეს გაცილებით სხვა რეალობა. მათ შორის ახლა ჯანსაღი პოლიტიკური კულტურა ვახსენეთ წეგან და ეგ მაგის ნიშანია ზუსტად, რომ არ გვაქვს ჯანსაღი პოლიტიკური კულტურა, რომ ეგ არ არსებობს დღეს ეს მოცემულობა ჩვენთან, ხო? დიახ, რა თქმა უნდა. მოდი თქვენ პროფესიას მინდა რომ მიუბრუნდეთ ცოტა. თან თავიდან როდესაც ხშირად ვეკითხები ხოლმე ჩემს სტუმრებს, აი ჩემთვის საინტერესო არის მის მოსმენა ადამიანებმა როგორ აირჩიეს საკუთარი პროფესია და აი რა ინტერესებით მივიდნენ იქამდე. თავიდან ბავშვობაში რა ინტერესები ქონდა და როგორ გადაწყვიტე ეს, იმიტომ რომ ახალგაზრდების საკმაოდ რთულია პროფესიის მიღების გადაწყვეტილების, ან პროფესიაში აი სად წავიდნენ, სად იპოვონ საკუთარი თავი, რთული გადასაწყვეტია მოკლედ და თქვენ როგორ გაიარეთ ეს გზა და ამ მხრივ რა გამოცდილება? ეს ყოველთვის იყო რაღაცა ინტერესის მიხედვით, ზოგადი ინტერესის მიხედვით. ანუ მე სკოლის დროს აი მოგეხსენებათ ეს თითქმის 90-იანი წლების მიწურულია და მაშინ საერთოდ სკოლაში არც იყო ნორმალურად დამუშავებული ან შეთავაზება ან პედაგოგებსაც არ ქონდათ ისეთი კომპეტენცია, რომ ეთქვათ არსებობს ესეთი არჩევნები, ხო, დაუშვათ პროფესიული. მე ვიცოდი რა მომწონდა, რა თემატიკა მომწონდა და გამომდინარე მაშინდელი სკოლის სპეციფიკიდან მიყვარდა და მომწონდა ისტორია. მიყვარდა პოლიტიკური მოვლენების ანალიზი, რაც ისტორიაში იყო. სხვათა შორის მაშინაც რაღაცებს ვცდილობდი ვითომ, რაც სკოლის სახელმძღვანელოებში წერია, ანუ გამომისნა რომ ესე არ არის ეს ანალიზია და რაღაცები გამგითხრა. რა თქმა უნდა, იმას რო გადავხედავ ხიმილით ვუყურებ, მაგრამ ეს მცდელობა, ეს ბავშვური გულუბრყვილობა ალბათ მიზეზი იყო, რომ რაღაცა კიდევ მომეციებინა. და მაშინ ჩავაგბარე პოლიტიკურ მეცნიერებაზე, ოღონდ მაშინ გახდათ პოლიტიკური მეცნიერება, პოლიტოლოგია. პოლიტოლოგია ერქვა, კი. დიახ, ისტორიის ფაკულტეტის შემადგენელი იყო, ანუ ცალკეც არ იყო. და აქედან დაიწყო აი სოციალურ მეცნიერებებთან ჩემი ნაცნობა და რაც შეეხება სოციოლოგიას, იქ პოლიტიკურ მეცნიერების კურსში იყო პოლიტიკის სოციოლოგია და ჩემი მეგობარი, ჩემი ხელმძღვანელი ამირან ბერძენიშვილი მაშინ კი, ჩემი ლექტორიც იყო, ძალიან მეყვარს. მაშინ მომეცა მასთან საშუალება, ის აღმოჩნდა რომ მე გურული გახლა ვარ და კუთხით. ისიც გურულია კი. და ძალიან კარგად მახსოვს მისი ხუმრობა, რომ ცუდი გურული ორჯერ უფრო ცუდი გურულია. ძალიან კარგი ადამიანია მართლა. და განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, პასუხისგებლობით მომთხოვა ის მასალა, რაც პროგრამაშიც კი არ ეწერა, ანუ ესეც უნდა მესწავლა და მაშინ დაიწყო ჩვენი მეგობრობა და იმის შემდეგ, ანუ სოციოლოგიისკენ მე უფრო გადმოვიხარე. მე იაგოსთანაც მქონდა სტუდენტობის ბედნიერება და აი დავინახე რომ აი სოციოლოგიის სკოლა რა თქმა უნდა ჩვენთან ბევრად უფრო ძლიერია. იმიტომ რომ კოდუას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროსაც ძალიან მნიშვნელოვანი ავტორიტეტი იყო და პოლიტიკური მეცნიერება აი კარიშრაზე პრაქტიკულად სტუდენტებთან ერთად სწავლობდა
თვითონ საგანს. ხო, როგორც ახსენე, ახლა ისტორიის ნაწილი იყო რაღაც თვალსაზრისით. ამიტომ, და ეს აკადემიური საქმიანობის სურვილი თავიდანვე გაგიჩნდა სტუდენტობის პერიოდში, ვფიქრობდი, რომ აი პირობითად მე რაღაც ლექტორობას გააგრძელებდი. ხო, ანუ პედაგოგიკა ყოველთვის გამომდიოდა. ანუ ეს ამბიცია მოდიოდა იმასთან ერთად, რა წარმატებას ვაღწევდი. და პედაგოგობა, ანუ ჯერ სკოლა, შემდეგ უნივერსიტეტი და ასე შემდეგ. ირაკლი, რა განსხვავებაა ბავშვებთან მუშაობასა და სტუდენტებთან მუშაობას შორის, აი რა სპეციფიკური განსხვავება? დიდი განსხვავება, ანუ ბავშვებთან მუშაობისას რომელ ასაკობრივი რენჯში ხარბათ უფროს კლასელებს ასწავლეთ? უფროს კლასელებთან და უმცროსთან. იმიტომ რომ ყველას დიდი გამოწვევა მაინც. თუნდაც მე-7 კლასელებთან მუშაობაში სხვა გამოწვევა, უფროს კლასელებთან სხვა გამოწვევა და განსაკუთრებით სკოლის უფროს კლასელები უფრო რთული კატეგორია ვიდრე უნივერსიტეტის სტუდენტები, იმიტომ რომ ამ პერიოდში ცოტა უფრო ამბოხია, ცოტა ასე თქვა დამოკიდებულება ცოტა სხვაგვარია. აი ამ ამბოხით ადამიანი თითქოს თავს იმკვიდრებს. მე არასოდეს არ მაქვს დისციპლინის პრობლემა და ერთგვარი რაღაცა ნდობის მოპოვების პრობლემა, მაგრამ მაინც არის ეს რაღაცნაირი ასე თქვა დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, სკოლაში ბევრი რამ უფრო მარტივია და ბევრი რამ უფრო რთულიც არის. ხო? იმიტომ რომ გამომდინარე ჩემი ცოდნიდან და კომპეტენციიდან მე ისეთ თემებზე ვერ ვილაპარაკებ, რაზეც მე უნივერსიტეტის სტუდენტი. ანუ ეს კიდევ უფრო უნდა გავამარტივო, კიდევ უფრო სახალისო უნდა გახადო, კიდევ უფრო იუმორით უნდა შეავსო და ბავშვისთვის საინტერესო უნდა იყოს. უნივერსიტეტში კი არის საშუალება, რომ ბოლომდე გაიშალო. ამიტომ უნივერსიტეტი როგორც ანალიტიკოს უფრო განვითარებს და სკოლა როგორც აი პედაგოგს და გადმოცემის უნარს განვითარებს, ანუ ორი სხვადასხვა მიმართულებით. შენ როგორც პედაგოგიც და ასევე ლექტორიც, აი თავარ გამოწვევად რა მიგაჩნია საქართველოს განათლების სისტემის? და ეხლა სკოლაში ხარ, საჯარო სკოლაში ხარ თუ კერძოში? კერძოშიც მომუშავე და საჯაროში. აი რა არის შენთვის თავარი გამოწვევა? ამაზე ბევრი გვისაუბრია ზოგადად ადამიანებსაც და თავისი თქვენ თუ მიგიძღვნია თქვენი ვიდეო სად არ მინახავს მე მგონი ამ თემაზე. კი, მიმეცხრა როგორც სკოლის, ისევე უნივერსიტეტის პრობლემებზეც მაქვს. უბრალოდ რაღაცა ხო, ძალიან დიდი თემა არის, მაგრამ უბრალოდ აი რაღაცა რო გამოყო რაც ვისაუბრეთ. თავარი პრობლემა სკოლის გახლავთ ის, რომ ჯერ კიდევ არ არის დაახლოებული პრაქტიკულობას. ანუ საგნები, რომლებსაც სწავლობენ ბავშვებისთვის, ისევ აი რაღაცა პოსტსაბჭოთა პრაქტიკის გადმონაშთია, რომ აი რაღაცა კონკრეტული საგანი ასე და ასე ამ მოცემულობით უნდა ისწავლოს და ეს არ არის მორგებული მის მომავალზე, მის არჩევანზე. ხოლო უნივერსიტეტის პრობლემა ასევე ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ის პრაქტიკულ ცოდნას არ აძლევს. ანუ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ახალგაზრდა ჯერ კიდევ პროფესიონალი არ არის. ეს არ არის ისეთი სპეციალისტი, რომელიც პირდაპირ შეგიძლია პასუხისმგებლობები დახუცო. ჩვენთან სამწუხაროდ მათ შორის სტაჟირების პრობლემა არის ხოლმე ჩვენთან და ეგეც არის უფრო მეტი ნდობა პროფესიული გამოცდილების მიმართ, რამდენი უმუშავე ვიდრე დიპლომის მიმართ და ეს გამომდინარეობს იმ პრობლემიდან, რაც არის განათლების სისტემაში, ანუ დამსაქმებელი განა რაღაცა ქსენოფობია, რაღაცა შოვინისტია, რაღაცა სნობია, ხო? არამედ ის რეალისტია, ის ცდილობს, რომ შეიძლება პრაქტიკულად მიუდგეს თავის ანუ ადამიანურ რესურსს, რასაც განკარგავს და ის ხვდება, რომ ჯერ არ არის. არ არის მზად. და ამიტომაც არის ეს პრობლემა. კი, მესმის. და თან უნივერსიტეტი ანუ საუნივერსიტეტო განათლება არ არის მიბმული ეკონომიკურ გამოწვევას. ანუ რა კადრები ჭირდება, რა სპეციალებები ჭირდება. ამიტომაც არის, რომ სტუდენტები უფრო კრებსით პროფესიებს ირჩევენ, რომ შემდეგ ბევრი არჩევანი კონდეს და ეს არ არის პირდაპირ მიბმული რამე წარმოებას. ხო, ან ბაზარზე არ არის აბსოლუტურად და შეიძლება ძალიან ბევრი რაოდენობის პირობითი იურისტი ყავდეს, რომელიც შეიძლება საერთოდ არ გჭირდებოდა. შეიძლება იურისტის საერთოდ არც იყოს. ან არც იყოს. ხო, იმიტომ რომ მან გამოიმუშავა იურიდიული ცოდნასთან ერთად ანალიტიკური და კომენტატორული უნარები და ბანკის თანამშრომელი. კი, მესმის, ხო, განსაკუთრებით ხშირი არის ეგეთი შემთხვევები. და მე უწევთ ადამიანებს რაღაც ლავირება თავენ ცხოვრებაში, რომ აი საით შეიძლება რომ წავიდნენ, საით გააკეთონ არჩევანი. დიახ, ეს ჩვენი ეკონომიკის სპეციფიკის ბრალია. გამომდინარე როგორი ეკონომიკაც გვაქვს ამ პირობებში, საკმაოდ რთულია ამ მდგომარეობის გაჯანსაღება, იმიტომ რომ
საკმარისია ეკონომიკა პროფილურად უკვე რაღაცებს აწარმოებდეს, მაშინ აი ეს პრობლემა თვითონ ბაზარი არეგულირებს, თვითონ სტუდენტები ირჩევენ უკვე კონკრეტულ მომავალს, ეს არ არის ზოგადი ხედვა, ამას ვისწავლი და მე რაღაც გამოჩნდება. ანუ პირდაპირ არის მიმული რეალობასთან. ჯერჯერობით სამწუხაროდ პროფილურად არც მძიმე ინდუსტრიაში, არც ცუբუქ მრეწველობაში, არც ქიმიურ მრეწველობაში არაფერი ასეთი მიმართულება სამწუხაროდ არ აქვს განვითარებული, რომ აი რაღაცა წამყვანი დიდი ასე ვთქვათ, ადამიანურ რესურსს ითხოვდეს და ეს პრესტიჟული იყოს თანამედროვე. მეორე მხრივ ის პრობლემა გვაქვს ხოლმე მე რაც შემხედრია, რომ ხშირად უბრალოდ ანუ ეს რაღაც არ ვიცი, საბჭოთა გადმონაშთი არის ეგეც, რომ აი დიპლომისთვის რო სწავლობენ ადამიანები და უბრალოდ უმაღლესი განათლება მიიღონ, მაგრამ სიამდვილეში ბევრად უფრო პრაქტიკული იქნებოდა მათთვის, რომ პირობითად აი პროფესიული ისინი რაც არის, რა ქვია, და სასწავლებლები და რაღაცა კონკრეტული ცოდნა მიიღო, რაღაცა რავი, კერვა ისწავლო პირობითად ან რაღაცა ხო, ანუ იცით რა არის სერიოზული პრობლემა? ურჩევნიათ რომ ეს დიპლომი ქონდეთ და უმუშევრობით დასწრენ, ვიდრე რეალური საქმის კეთება ისწავლონ და ანუ წარმატებულები იყვნენ. მაგრამ არის რაღაცა ისეთი ისევ რაღაცა მავნებლური არა, მაგრამ რაღაცა წამგებიანი კულტურის ერთგვარი ჩვევები ქართულ საზოგადოებაში. მაგალითად მე რახან სკოლაში კარგად ჩახედული ვარ და სკოლის რეფორმასთან პირდაპირ უშუალო შეხება მაქვს, ხო? მე ვიცნობ ჩემს კოლეგებს, ისინი კარგი პროფესიონალები არიან. და არის ესეთი სტერეოტიპი თითქოს წარმოდგენილი, რომ სკოლა ვერ აძლევს განათლებას, აუცილებელია რეპეტიტორი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ გასაგებია რომ აქ არის სკოლის რესურსის პრობლემაც, იმიტომ რომ სკოლები შეიძლება ყველა არა, შეიძლება ზოგიერთი, მაგრამ არ არის აღჭურვილი პროექტორით, შესაბამისი ინვენტარით, ასე თქვა, სკოლაში არ ფუნქციონირებს ერთგვარი ლაბორატორიული ტიპის პრაქტიკული სწავლება, ხო, შესაბამისი კაბინეტები. ეს პრობლემები არის, ეს არის წმინდა ტექნიკური პრობლემები, ფინანსური პრობლემები მათ შორის აღჭურვილთან დაკავშირებით, მაგრამ თავარი პრობლემა სკოლის ის არის, რომ სკოლაში გაწერილი პროგრამა არ უკავშირდება ერთიან ეროვნულ გამოცდას პირდაპირ. ანუ იქ მე-12 კლასში გადახარ მე-12 კლასის პროგრამას და იქ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არის შეიძლება ითქვას მე-11 კლასის პროგრამა. რაც ანუ სინქრონში არ არის ეს რეალურად. რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ მე-11 კლასის პროგრამა ან მოსწავლემ თვითონ დამოუკიდებლად უნდა გადაიმეოროს, ან მასწავლებელმა უნდა დაარღვიოს ეროვნული სასწავლო გეგმა და დაამთავროს პროგრამა ადრე და მერე კიდე ბავშვებს მიხედოს და დაეხმაროს მე-11 კლასის პროგრამას გაატაროს, ისი ვალდებულებაც არ აქვს, ეს იქნება მისი ალტრუიზმი, ან პედაგოგი ავიყვანოთ. ანუ თავად სისტემაში არის პრობლემა. ხო, ამ სისტემაში ბევრი სხვა პრობლემაც არის. ხო, ანუ და ნუ ეს ერთიანობა მე იძლევა იმ სურათს, რა დრამატულ სურათს, რომელიც რაღაც სტატისტიკებშია გამოყვანილი, ხო? იქ გადამზადების მცდელობები, ანუ სერტიფიცირება, გადამზადება, გამოცდები და ასე შემდეგ. ნუ რა თქმა უნდა, მე არ ვამტყუნებ, ასე ვთქვათ, განათლების სამინისტროს, რომ ცდილობს, რომ პედაგოგიური კორპუსი აიძულოს ამუშაოს, იმუშაონ საკუთარ თავზე ტრენინგები და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის პრობლემა არის ის, რომ გამბედაობა არ ყოფნის გამომდინარე ისევ არჩევნების სხვადასხვა ასეთი რაღაცეები, ანუ ხალხის უკმაყოფილების და იმიტომ რომ პედაგოგიურ კორპუსში 90-იან წლებში არ მოხდა რეკრუტირება ჩვეულებრივად ახალი კადრების. ნუ ვინც იყო ის კადრები ცდილობდა რომ ორღაც თავი გაეტანა, შეენარჩუნებინა და ასე შემდეგ. ეს ბუნებრივი ციკლი დარღვეულია და შემდეგ კი 2000-იან წლებშიც პედაგოგის ანაზღაურება ძალიან მცირე იყო. ესეც არ იყო კიდე მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის. ეხლა შედარებით რაღაცა უახლოვდება საშუალო ანაზღაურებას, ახალგაზრდებიც დაინტერესებულია და ეს ახალი დაწყებული ციკლი პრაქტიკულად ჯერ კიდევ არ ასახავს იმ სურათს, რომ გაახალგაზრდებული იყოს დაუშვათ პედაგოგიური კორპუსი. და ახალგაზრდა კადრი მართლაც ძალიან მარტივად ექვემდებარება დატრენინგებაში და ასე შემდეგ. ხო, მაგაზე მინდოდა ზუსტად. ზოგიერთი პედაგოგი, რომელიც უკვე მას პრაქტიკულად პედაგოგიური რესურსი აქვს გამოწვეული. კი, ანუ ამაზე მინდოდა ზუსტად თქმა. მისი დატრენინგებას შედეგი არ მოაქვს მე. ხო, ანუ ზუსტად მაგის თქმა მინდოდა, ხშირ შემთხვევაში, როდესაც
როგორ თქვა, რაღაცა მორყეული საფუძველი აქვს განათლებას, მაგალითად ის ძველი საბჭოთა განათლება მიღებული მასწავლებლები, რომლებიც დატრენინგებად შეიძლება მოხდეს, ანუ დაატრენინგო 1, 2, 3 და მთელი წლები შეიძლება გრძელდებოდეს ეს, მაგრამ რაღაცნაირად ჩემთვის იმას გავს, აი მორყეული საფუძველი თუ საძირკველი რო ქონდეს სახს და იმას რო გარედან ღებავდე და სინამდვილეში ფუნდამენტი არის, როდესაც თქვენ რაც წეგან ახსენეთ მაგალითისთვის, აი ისტორიას როგორც გვასწავლდნენ მაგალითად, რომ რაღაც ფაქტები იყო და რაღაც ჰეროიკული ისტორია რო იყო, რომ მხოლოდ მაგრები ვიყავით და ანუ შეიძლება კი ნამპრობლები ყავდა, მაგრამ სინამდვილეში მაინც ძალიან მაგრები ვიყავით და ვიცავდით თავს და ამავდროულად და 100,000 მოწამე ყავდა და ამავდროულად, ანუ ხო და ეს ხალხი ხო ამ ტიპის მასწავლებლები ხო ამ ისტორიას ასწავლიდნენ და ასეთ ფუნდამენტზე დგანან რაღაცნაირად რა და მაგის პრობლემა გვაქვს, ანუ არ მინდა არავინ დავაკნინო და არც ეს მასწავლებლები არ მინდა დავაკინო უბრალოდ ხო მაქედან მოდიან რა და რთული არის როდესაც ასეთ ფუნდამენტზე დგახარ და შენ ეს მსგავსი ტიპის განათლება გაქვს მიღებული მე რთული არის ან თუნდაც ამ ტრენინგებით და ახალი განათლების რაღაცნაირად ახლებურად მიწოდებით დიდად შეიცვალო და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს ახალგაზრდები რომლებზეც წეგან თქვენ საუბრობთ მე პირადად ვარ ბედნიერი იმით რომ მან სადაც მიმუშავია ვიყავი ამ ჩანსახ კოლექტივში ხო ეს დიდი ფუფუნება მეც ბევრი კარგი მასწავლებელი მყავდა მაგრამ მუშავია ნუ ისეთი სურათი რო იყოს საერთოდ მთლიანად საქართველოში მაშინ იქნებოდა ძალიან კარგი სურათი მაგრამ ნუ გამომდინარე იქიდან რომ სხვადასხვა ფორუმებს დავსწრები ვარ სხვადასხვა ბევრ პედაგოგს შეხვედრილა და ასე შემდეგ და ბევრ ტრენინგზეც ყოფილვარ ნუ იქ დამხვედრია უკვე ის სურათი რა სურათი ჩვენ ახლა აღვწერეთ ხო და ანუ იქ უკვე ხედავ რომ რაღაცა ესე იგი კონკრეტულად უკვე რესურსშიც არის პრობლემა და ხო ან განახლებადი გამბედაობა საჭირო იმიტომ რომ არიან მე დარწმუნებული ვარ რომ არიან ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის ბევრი ახალგაზრდა ვინც სიამოვნებით კი თუმცა ყველაფერთან ერთად ეს სისტემური ცვლილებებიც საჭიროა და მხოლოდ ადამიანებიც ესე შეიძლება ბევრს რა თქმა უნდა მთლიანად კომპლექსში ძალიან ბევრი რაღაცაა გასაზრებელი მაგრამ ეს პრობლემა ალბათ ძირეულია კი ბატონო მოკლედ ამ და საინტერესო თემებზე გელოდებით ჩვენთან დიახ ხუთშაბათს ვიწყებთ ხო მაყურებელს შეუთხრეთ ზეგისთვის დავიწყებთ თემას ანონს გავაჟღერებთ თუ ჯერ არა დიახ რატომაც არა მე მინდა რომ ვისაუბროთ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე ძალიან საინტერესო და ჩვენი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო თემა იმიტომ რომ გირჩელებს ამერიკა ძალიან უყვართ ზოგადად დიახ და შევეცდებით აი უკანასკნელი გამოწვევა რა გამოწვევასთან გვაქვს საქმე ანუ შევეცდები როგორც ახლანდელი ადმინისტრაცია ასევე წინამორბედი ადმინისტრაციების საგარეო პოლიტიკა რა შემდგომარეობდა რა შეიცვალა როგორი არის ამერიკის ეროვნული ინტერესები კონკრეტულად თუნდაც უკრაინასთან ომის დაკავშირებით ან მაგალითად საქართველოში რა ინტერესები აქვს და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ისეთი საინტერესო თემა რომლის დეტალური ანალიზი შეიძლება და დემისტიფიცირება ძალიან ბევრი საკითხის თუნდაც იმ დებატებში რომელიც ჩვენ განვიხილეთ მე შევეცადე რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკის ძირითადი ქვაკუთხედი ამეხსნა ხო დემოკრატიის ექსპორტირების მექანიზმი რას ნიშნავს და თავისთავად აი ამ მექანიზმში როგორ დევს win-win ანუ გამარჯვებულის მექანიზმი რომ პარტნიორი იგებს ამერიკის ხელისხელსπანს პრინციპი და ეს რას ნიშნავს და როგორ არ შეიძლება და როგორ პრინციპულად არასწორია ისეთივე რაღაცა საერთო კალათაში აი ამ ამერიკის საგარეო პოლიტიკის პარადიგმის მოთავსება როგორც არის ჩინეთი, რუსეთი და ასე შემდეგ თვისებრივად და სახეობრივად სხვადასხვა რამ არის მაგრამ რა თქმა უნდა მე არ მინდა უკვე ამ დეტალურ ანალიზში ისევ ამერიკის შეერთებული შტატების ხოლმე წარმატებებს და მის იდეალურ ფორმებზე და სახეზე ვისაუბროთ. ხო, რა თქმა უნდა. კრიტიკას იქნება, იმიტომ რომ იქ მქონდა მე მცდელობა რომ განმესხვავებინა და არ ჩავყოლოდი ძალიან ღრმად ამერიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრობლემატიკას და კიდე მექნება აი ამის საშუალება რომ აი ამ პრობლემატიკაზე საინტერესო ამ ორი მხარის დანახვა შეგვიძლია. და ჩემს სტუმართან ერთად თორნიკე შურღულაიასთან ერთად. თორნიკე შურღულაიას ვიცნობთ ჩვენი მეგობარია.
კი, ვითხრა სწორედ მანაც ვითხრა რომ მან ძალიან კარგი მეგობრული. ხო, ერთ-ერთი ჩვენ ბანაკები გვაქვს და ამ ბანაკებში ერთ-ერთი სპიკერი იყო ჩვენი თორნიკე და ძალიან საინტერესო იყო. და აი თორნიკე ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია. პრაქტიკულად ბაკალავრიატში აი ის დრო. იმ პერიოდიდან. იქიდან ვიცნობთ ერთმანეთს და ძალიან კარგი მიხარია. ასე რომ თორნიკე ძალიან კვალიფიციურია ამ მიმართულებით, მეც ქონდა ბედნიერება და ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე ლექციები წამიკითხავს უნივერსიტეტში. საინტერესო იქნება. აი ირაკლი ძალიან მარტივად რო ახსნა ახლა მაყურებლისთვის და შენც დამემოწმე თუ სწორად გადმოვცე იმას რაც ახლა თქვი მაგალითად ამერიკისთვის ის რომ შენც მისნაირად დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფო გახდე მისთვისაც ღირებულია და მისთვისაც მომგებია, მაგრამ რუსეთის ტიპის ქვეყნებისთვის საქართველოს რომელიც აბსოლუტურად მისი გავლენის ქვეშ უნდა რომ ყავდეს, საქართველოს წარმატება პირიქით მას არ აწყობს, ხო, ასე უხეშად რო თქვა. ანუ ამ ტიპის ქვეყნებისთვის პირიქით შენ რაც უფრო სუსტი იქნები, მისთვის უფრო მომგებიანია რომ რაღაცა უფრო მეტად გაავრცელოს თავისი გავლენა. ამის მიზეზი არის ძალიან ერთი კონკრეტული პრაქტიკული მომენტი. რუსეთის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი არის ავტორიტარული თუ ტოტალიტარული. ხო, ხადია, ეს არის მთავარი განმსაზღვრელი. და აქედან გამომდინარე, მისი პოლიტიკა ვერანაირად ვერ იქნება სხვა ქვეყნის პარტნიორის თუნდაც რო წარმოიდგენთ რუსეთის პარტნიორი ქვეყნის წარმატებიდან ამოსული, ხო? ანუ ის არანაირად არ ცდილობს თავისი, ასე ვთქვათ, პარტნიორის განვითარებას და მერე მანაც ისარგებლოს. მისი პოლიტიკური პარადიგმა მოწყობილი არის აი ამ მტაცებლობაზე და გარკვეულწილად ბატონობაზე და დომინაციაზე და ახლა საგარეო პოლიტიკას აი ამ პოლიტიკური კულტურის გაგრძელება და შესაბამისად ერთი და იგივე ვერასოდეს ვერ იქნება და ეს ილუზიას ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება რაც უნდა გააზრებული ქონდეს ადამიანებს როდესაც ამორძალას ადარებენ ერთმანეთს. ამერიკაში პოლიტიკური ელიტის რეკრუტირება სხვა მექანიზმით არის, ეს არის დემოკრატია, ეს არის მეტნაკლებად რაც კაცობრიობას შეუძლია, რა თქმა უნდა, მანკიერება ყველგან არის, ხო? მაგრამ რაც კაცობრიობას შეუძლია მერიტოკრატიის პრინციპი და რუსეთი, ну ეს მოგვეხსენებათ, ეს არის ოლიგარქიული პრინციპი, ანუ ქონებრივი ცენზი, იდეოლოგიური ერთგულების ცენზი, კონფორმიზმის ცენზი და ანუ აი ეს მექანიზმი, აი რომელიც არის დიდ მოდელში, მისი მინი მოდელების გამეორება უკვე რაღაცა უფერულ სახელმწიფოებში და აი ეს არის სხვაობა არის აბსოლუტურად სხვადასხვა სურათი. ხო, ანუ მაგის დახატვა და ადამიანებისთვის ეჩვენება, რომ იცი რა ორივეს თავისი ინტერესები აქვს და აბა გონია ახლა ამერიკასაც ხო თავისი ინტერესი აქვს, ხადია თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ ეგ ინტერესები განსხვავდება ზუსტად რადიკალურად, ხო და რაღაცნაირად ხშირად მინდა ხოლმე რომ უმეოროთ ეს ადამიანებს, რომლებსაც რაღაც ამ რუსული პროპაგანდით ტვინს უჭედავენ. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო შენთან საუბარი. კიდე შეხვდები შენ მაყურებელს უკვე ახლა ამჯერად ახალ ამპლუაში გირჩი ტივზე. და დაველოდებით შენ პოდკასტს დიდი ინტერესით და მათ შორის საინტერესო თემა გვაქვს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე იქნება და ძალიან საინტერესო სტუმარიც ეყოლება ირაკლის. დაგემშვიდობებით მეგობრებო, ერთი კვირით შეხვდებით მომავალ სამშაბათს ანა ჩიქოვანის პოდკასტში. ნახვამდის.